თუ ერთ დღეში 3 კილო მოიმატე, არაუშავს ხდება. სინამდვილეში ეს 3 კილო რა თქმა უნდა ცხიმი არ არის, ეს 3 კილო ძირითადად წყალია და მე გეტყვი რატო გიბრძვის სასწორი და რატო გაჩვენებს ხან 2, ხან 3 კილოთი მეტს. რეალურად ერთ დღეში 1 კილო ცხიმს ვერ მოიმატებ. თეორიულადაც კი 1 კილო ცხიმი რომ მოიმატო ერთ დღეში, უნდა ჭამო 7700 კალორიით მეტი. ეს დაახლოებით არის 6 შაურმა. არა გიგანტურების საშუალო ზომის რა. ეხლა ეს 6 შაურმით მეტი რომ ჭამო, სულ ცხიმად ვერ გადაიქნება, ორგანიზმი არა ეგეთი ეფექტური. მოიმატებს სხეულის ტემპერატურა, დაწვავს მეტ ენერგიას, დაწვავს მეტ სითბოს წარმოქმნის ორგანიზმი, მერე წარმოქმნის გლიკოგენს, გლიკოგენი შეიკავშირებს წყალს, ეს გლიკოგენი განლაგდება ღვიძლში და კუნთებში და ეს ყველაფერი ერთად 2 კილო იქნება. და ხო, რომ გაიღვიძებ, მე დაგრჩება. საბეჭდება რომ 2 კილოთი მეტი ხარ. მეტიც იქ მარილსაც შეიცავს ბევრი შაურმები და მარილი კიდე ცალკე წყალს შეიკავშირებს და 3 კილოთი მეტი იქნები და ეგ არის შენი 3 კილო. ანუ თუ ცოტა ბევრს შეჭამ, მოკლედ 3 კილოთი მეტი თავისუფლად შეიძლება გაჩვენოს სასწორმა. სხვა პერიოდებში შეიძლება გაჩვენოს სასწორმა მეტი, მაგალითად მენსტრუაცია რო ახლოვდება 2 კილოთი მეტი დაახლოებით. მაგ დროს ესტროგენების და პროგესტერონის ფლუქტუაცია, პროგესტერონი განსაკუთრებით ალდოსტერონზე მოქმედებს, მეტი წყლის შეკავება ხდება და ამიტომ ხოლმე რომ მკერდი, მუცელი და სახე ქალებს უშუქდებათ ხოლმე menstruațiამდე ცოტა ხნით ადრე. სასწორმა მეტი შეიძლება გაჩვენოს ასევე, როცა ცუდად ხარ. გრიპი გაციება და ესე ცუდ პერიოდში, კიდე შეკრულობა ვისაც აქვს დიდ პორციებით ვინც ჭამს და ასე, რა თქმა უნდა, წონაში კიდე მეტს აჩვენებს მძიმე დღეების მერე. აიწონთ ერთ და იგივე დროს დილით, ძირითადად, მინიმალური დასაცმლის და ერთ და იგივე რამე უნდა გეცოთ, სასურველია. უნდა იცოდეთ, რომ ეს ფლუქტუაცია სული იქნება და თითო დღემ არ უნდა გაგიხეთქოთ, გული უნდა გამოიყვანოს საშუალო, მაგალითად მთელი თვის ან მთელი კვირის და საშუალო წონა რა ქონდა იქიდან გამომდინარე და უნდა უყურო ტენდენციას და არა ყოველდღიურ ფლუქტუაციას.